დიახ. კი? დახმარს საჭი მანდ ვარ. კი ბატონო. ხო, კარგით. რა ხდებოდა თუჩა? რა ვიცი, სამსახურიდან დამირეკეს სასწრაფოდ გამოცხადეთ რა. მართლა? ხო შედობა. ხო, მშვიდობა იქნება. რას ფიქრობ, ხა იცი ჩვენთან გაუშვეს კათედრის გამგე. ხო. და მაგაზე უნდა მიბარებდე რომ მე მგონი კათედრის გამგეს ნიშნავენ. ამას სასწრაფოდ მოდი რა თქმა უნდა. ხო, ალბათ. აბა? დილა მშვიდობის პედაგოგო და მისო მიჯნურო. უკაცრავად მე შესწორება შევიტან თქვენს მისალმებაში პედაგოგო კი არა, კათედრის გამგე, მე მგონი. თაზბოდიალობს ეს რა გაგიჟდა? არა, მართლა ერუშ, აი ხო დაურეკე სასწრაფოდ იბარებენ და თუ ამბობს ალბათ კათედრის გამგედ გადამიყვანენო. დაი კაცო. მართლა? ვა, ოჩახდა თუჩა. ოჩახეს ნამდვილად მოსალოცი საქმეა. ოჩახში მე ყოველთვის მჯერო და შენ ისე რა დამთხევაა კაცო. მეც დამირეკეს და გადავდივარ. რომელ სამინისტროში? სამინისტროში არა ის, სამბილანმა დამირეკა რემონტი დავამთავრეო და ჩემს სახლში გადავდივარ. რა? ხო. რა? ხო. ხო. გადავდივარ რა. ასე რომ, აგერ ჩემი ჩანთა და მე უნდა ის რა, დაგეშვიდობოთ. რამდენადაც სული არ უნდა იყოს. დიახ. ცოტა ადრე მაინც გეთქვა, რაღაცას მოვამზადებდი, ახლა ასე როგორ გაგიშვათ. როგორ გეკადრებათ? არაფერი საჭირო არ არის, პირიქით დიდი მადლობა ყველაფრისთვის შეგაწუხეთ, მომიარეთ, შემიპარეთ, გამომკვებეთ, ხო და სახლი მქონდა, კარი მქონდა. კარგად ბრძანდებოდეთ. ბოლოს რა ქვია იმას. წასვლის წინ ერთი სურვილი შემისრულე რა. ნახვამ? დის. წავე? დი. სალე კარგია. ისა, კილოცავთ ახა? ლწელს. ვა, ნახე? კიდაცვალე შენ. და აი ზოგჯერ შენც როგორი საყვარელი ხარ ხოლმე რა, ნახე რა. ზოგჯერ. ვიცი, როგორ გვიყვარ ხარ. ვიცი, კიდაცვალე, ვიცი. ნებისმიერ დროს როცა გაგიხარდება, შეგიძლია. დაგვირეკო და დაგვილაპარაკო. ასხარ და ნაიმული ხარ რა. ისე მეც ძალიან მომენატრება აქაურობა. მომენატრება მე-16 სართულზე ფეხით სიარული. ხო, ადი-ჩადი. შენი შემწვარი კვერცხი. არაჩვეულებრივი კვერცხი ვწვავ, ხო. ამის ჯაჯღანი, ბუზღუნი, იაფასიანი იუმორი. დიახ, მომენატრება. დიახ რა, ისმენთ. შენი ხრინვა. როხი. ვიღაც უცნობი ადამიანების სამოყვანა სტუმრად. და ჩემი სუნამოს აგება ჩემს დაუკითხავთ. დიახ. უიმე ჩემი სუნამო გჭირა. გამომართვით. უაზრო იუმორი, ხო? მე შეგანახებ უაზრო იუმორს. სადაც ჩემი მობილური? მობილური? ხმარა მოიგო შენ. რაში? ბუს. აჭირდა. ანდა იყოს სუნამოს დაუტოვებ ჩემი დათუჩა დაისხავს ხოლმე და მაგის კაცი ვარ მე სუნამო წავიღო კაცო რას ლაპარაკობ ხა წავედი კარგად ბედურა სადა დავდებ ვინ იღებს იმას რა კაცო რა მობილური ვერ პოვდობ ჩემ მობილურს რა დამიმალავდი ხა შენ არა რას დაგიმალავდი მოძებნე სადმე იქნება იქ მიდი დროზე მიდი დამირეკე აპეთ დაურეკე რა დაურეკე ჩემი სანერვი გლოვა ამის მობილურიც რა მიდი აკან
შემობრუნდი. მოდი გახსენ შენ ხელით. გაზ. უი, აკოფილა. უი, მე აღჭე. დაუი. რა ქენი ეს რა? ჰა? ჩემი მობილური როგორ ჰა? შეგიფარე. ხელი არ კარი. დახმარება გაგიწე და ეს არის ხო ამის საბას მადლობთ. მე ოჩახ მე ამას შეგარ არ მოვიდო. არ მოვიდო შენ რა უნდა ჩემ მოვიდო შენ მოიცა ხოშილი შენ თავისი ჭახტა ხო? მაიკო შენ რა ბუზღო, კარგი გეხურება ირაკლი თვითონ ჩადო. მასხარა ხარ და მასხარადვე დარჩები რა. წასვლის და დაშეგე წესერთ მოგიცი. აი ასე, მოკლედ, დიდი მადლობა, კი გამიხერხე გული, მაგრამ დიდი მადლობა. სიაცველი, დიდი მადლობა. გაიხარეთ ყველაფრისთვის. აბა, თქვენც ყველათ მოიქეცით. მოვალ ხოლმე სტუმრად. წადი. რა დაიჯერეთ ახლა რომ მე მივდივარ. დათუჩა მოვედი. ადი კაცი იქ. ადი რა მოვედი. კარგი ხო, ვიხუბრე. რა იხო? ვიხუბრე, მივდივარ კაცო. მიდიხარ? ხო. მართლა? ხო, მივდივარ. ხო, რა იყო, გაგისკრაგული მივდივარ. ხო იცი საღამოს გელოდებით იმაზე. ხო. ახალ სახლობაზე. კი. აბა ჰე. კარგი, ნახე. ესე მაგარი ჩავა. ხო. ირაკლიც წავიდა. ირაკლიც წავიდა. 2010 წელს მიდის. ლიფტი არ მუშაობს. ისე ჩვენ თუ ეს ლიფტი არ გავაკეთეთ, 2011 წელი ისე წავა, მეკვლიე არ გეყოლება. ხო ნაზიდეიდა, ხო. 23-ში დაიბადა, კი. კარგად არის ქეთინო, მადლობა. ბავშვიც, მე ისეთი ყოჩაღი ბიჭია. არა, ჯერ სახელი არ ვიცით, არ მოგვიფიქრებია, ხო? ესე იგი, 3 და 400 დაიბადა წონაში, 50 სანტიმეტრი, რამინიმასი $1 აჩუქა, იუზა მოცი. არა, ნაზდეიდა, ეს ისე გითხათ, თქვენ არ მკითხეთ, რომ ყველაფერი მომიყევიო, ხო? კარგით, კაც. კარგი, ძალიანაც კარგი, იცოდეს. ვაშ. სახელი შეარჩიეთ, ა? არა, ჯერ არა, აი მე და ქეთევანს გვინდა ერთად რომ შეურჩიოთ სახელი და ისე ქეთევანს საბა უნდა. საბა. შენ? მე მურთაზი, მამაჩემის სახელი. მურთაზი? და რამე სხვა რომ დავარქვათ ბავშვს, აი რაღაც რომ მოვიფიქროთ. აი მაგალითად ბაბუას რა ერქვა? სპირიდონი. აჰა. სპირიდონის მამას? კაიხოსრო. მაგის მამას? ევგრაფი. რა სერჩი? მურთაზი კარგი სახელი ყოფილა. იყოს მოდი. კარგი სახელია ლაშა, მშვენიერი სახელია. მაგრამ სწორია, კეთევანს დაელოდა ჯობია. სურათები გაქვს? ა? ბავშვის? კი. მოდი. ქეთევან მაგადაუხო. ნა? მალახ. გურია. დიდი აბა. მოხე. გენაცვალეშე. თამარ, ნახე რა.
ულამაზესი ბავშვი. ო, დედის მხარეზეა წამოსული. ო, თუ დეიდის. შენი ხუმრე ლაშა და მე რო გავჩნდი რომ დავიბადე. იცი რა ლამაზი ვყოფილ, ვარ ესეთი თხელი დახვეწილი ნაკვთებით. სხვათა შორის ბებიაქალს უთქვამს ეს გოგო აუცილებლად მოდელი გამოვაო. ხო, თამარ, მაშინ თურმე შენი პარამეტრები იყო 25-15-25-ზე. ძალიან გახარებულები ვართ ყველა სახლში, თორე ხო იცი რა ამბავსაც აგიტეხავდი? აბარა, ბეძზე ხარ ლაშა გადარჩენილი, ბეძზე. ისე როდის გამყავს? დღეს საღამოს. მანამდე უნდა წავიდე კლინიკაში. დამირეკეს რაღაც საქმეები მოკლედ და აუცილებლად უნდა მივიდე, ხო? აი, მე არ მჯერა სახლში გვეყოლება ხა ორი პატარა ბიჭი. აი, ჩაყვარდები. ისე თამარ ამ ოჯახში უკვე 3 ტორონჯაძე იქნება. ორი ღლონტი, კვარაცხელია კი 1. ეხლა რა ვიფიქრე, იცი? რა? რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? ამ ახალ წელს მიშიკო იყოს ჩვენი მეკვლე. ხა. აი ეს პაცაც უნდა იყოს ქეთევანის და ლაშას მეკვლე. ხო. ხო, თამარ იყოს მაშინ ჩხეიძეების მეკვლე. რატო? წარმოიდგინე თამარ ახალ წელს შეხვალ ჩხეიძეებთან და იტყვი. სიკეთე შემომეტანოს ამ ახალ გარემონტებულ სახლში ჩემი გარემონტებული ფეხით. იცი რა ლაშა? მე აღარც გაგიცინებ და აღარც გეჩხუბები. იყავი და ილაპარაკე. როგორ ახარ დათო? გავლე. რას დალე? მაგაც რამის. ამირჩი. კი ბატონო, თუ დაღლილი ხარ ლუდი, თუ სასოწარკვეთილი არაყი, თუ ბოღმა გახშობს ვისკი და თუ შურიზიებამ შეგიპყრო რომი. წყალი. მოიცა წყალი რაზეა? არაფერზე. მარილიანი ჭხრები უჭამდა წყალი მინდა. აჰა. დათო, სასოწარკვეთილება ჩანს შენში და არახს მოგიტან დათო. კარგი. თუ არაყი არ მოგეწონა, მაშინ ლუდზე დაგპატიჟებ. ეხლა მივდივარ. რა კათედრის გამგია, შტერი არა ხარ. რა კათედრის გამგია. სამსახურის დაკარგვა მინდოდა ეხლა მე. თან ამ ახალ წელს. აი შორის ხა ახალ სამსახური. ამაიკოს რა ეთქვეს? ირაკლის დაცინვას რა გაუძლებს? დათო, აბა გასინჯე. პიდი. ვა. რატო არა და ყველას მოწონს, რა ვიცი დათო. კარგი, როგორ შეკპიდი? ლუდზე დაგპატიჟებ. როგორ რაღაცა მომტანია. აჰა. 10 წუთია რაც დაკარგეს სამსახური დათვალექცეს და უკვე ესვავ შეუბედური. აზო. დათო, შენ რაღაცა გაწუხებს ახლა. მიდი მომიყევი, მიდი და თუ შევძლებ დაგეხმარები. აი გაცეთ რაშუნა დამეხმარო რა სამსახურს თუ მიშოვე. სამსახურს? მოიცა, რაღაცა მოვიფიქრე, დათო. აქ იმუშავე დაცვად, ჰა? მართალი ხო, ხოჭი. ფიმუშავე. დაცვა ხოჭი ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს. მე რა ვინ, ჰა? ისე რა ვიცი, მზარეულად არ გინდა მუშაობა. ირაკლია რა. ალო.
ხო, ვიყავი, ხო. რაო და კათედრის გამგეობა შენი საკადრისი არ არისო და შენ და სხვაგანი მუშავე. სადო და სადაც გინდა. და იქ მუშავე. ხო. მაინც აი არის მისი რაღაც ხმაწყება. დათო. მე ახლა ვფიქრობდი და მოვიფიქრე. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი უკრავს ერთ-ერთ ორკესტრში. ხო და იმან მითხრა რომ მე ბუკე გჭირდებაო დათო და რა სიტყვი, ჰა? მე ბუკე. მე უფრო ნაღარა. ხო, კარგი იყო, ხო. დათო, შენ ბათუმელი კაცი ხარ ახლა და მაშინაც რო დაიწყო მუშაობა, ცურვა გეცოდინება ხალხს გადაარჩენ. აი მაგალითად ახლა მე ხომ მყავს კლიენტები. შენ იქნები მაშვილი და გეყოლება საშვალი. აი მაინც ვერ გაგამხიარულე, აბა რა გავაკეთო დათო, რა ვქნა ახლა? არაფერი შენ რა უნახნა მე თო მიხედა. მოიცა, ეგრე არ გამოვა, მოიცა. კიდე მოვიფიქრე. ეხლა უყურე, მე სანამ აქ დავიწყდი ბარში მუშაობა, სამსახურს ხო ვეძებდი არა, ხო და დამკაბადონებლად არ გინდა დათო მუშაობა? დისტრიბუტორად? არა. მეტროში მემანქანით? არა. ავტობუსის კონტროლერად? არა. პიცის მიმტანად? არა. ბანკში მართლა და? კი. ხო, გემოვნება კარგი ქონია, ხო. ხო, კარგი და თუ კარგი. რა ვქნა ახლა ვერ მივუჭებ ამ მეტროში და ლიფტში და რა გავაკეთო როგორ? კარგი, შენ არ ნერვიულო, მე არ ნერვიულო, მე გადავეკავ გადმორეკი ხო? რაღაცას გიშოვი. გინდა კიდე ლუდი მოგიტანო, ლუდი. არა, არ მინდა. კარგი. ბავშვნა გავარო საბავშვო ბაგიდან გამოვიყვანო და გავისეინე. ბავშვი ბაღში? ვაიმე დათო, ვის გეხარ ახლა იცი? ვის მიც? აი იმ ფილმში რო არის ხო იცი სამსახურს რო შეულოს და ბავშვი რო ყავს ბაღში. არის რა რაღაც დათო შენ ჰოლივუდური. ხო თამარ. გადავცემ აუცილებლად. კარგი, აბა მომიკითხე ქეთევანი და აკოცე ორივეს. კაი. მოიცა თამარი ქეთევანთან არის რაო? ხო, თამარი იყო და ეს, რა ნახეო ქეთევანი და ბავშვი კარგად არიან. მოიცა აბა შესვლა არ შეიძლებაო? ნო, ლაშა, შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ალბათ შევარდნა შეიძლება. ახო. რა იყო? ჰა? რა მოგივიდა? რაღაცა დღეს ლაშა არ გეძალება, ჰა? და ისვენებ, ჰა? ლაშა, რა რიცხვია დღეს? მითხარი რა რიცხვია, აბა? არა, ახო, რაღაცაზე ვფიქრობ და რა იყო, კაც ხომშვიდობა? კი, მშვიდობა, კლინიკაში ვიყავი, ჩემთან. აი, ჩემი სტომატოლოგიური კაბინეტი სადაც მაქვს ნაქირავები. აი, იმ კლინიკაში ვიყავი და ასე მეითხრეს, რომ გაიყიდაო. რასა? ხო, გაიყიდო. ახალი წელი მოდის. წადი რა ინდაური იყიდე, გოჭი იყიდე. რა დროს ეს კლინიკის ყიდვა მითხრა. ლაშა. ეხლა ბიზნესმა დღესასწაულები არ იცის. რა ვქნა? ხო, მაგრამ რაც იქ მუშაობა, ხო, უკვე მესამე მფლობელს ვიცვლი რა. მესამეს? მოკლედ რა, ან ცოლებივით იცვლიან მფლობელებს რა, აი ცოლებივით. მოიცა და ჩემი გამჭირვებია, შენი ნერვები არ მაქვს ახლა რა. შენ კიდე კარგი რა, ეხლა რა მოგივიდა, რაზე ნერვიულობ ვერ გავიგე. ცოტა შემოუძახე თავს რა. ვა, რამე ანდაზა არ იცი? რამე ანდაზა. დანტისტო გაჭირვებულო. ყველაფერი კარგად იქნება. კიო. ჰა? შენ ბიჭო, რაღაცა კარგი ხო, კარგი, რა მოგივიდა ხა ერთხელ მეც ვიხუმრე რა. ვა. აი, იცი რა მეკვირს? მე რა რო გაიყიდა ეს კლინიკა, შენ რაზე ნერვიულობ ვერ ხვდები. რაზე და? ვახო, არ ვიცი ვინ არის ის ფლობელი. მე მგონი საერთოდ ორნი არიან. რომ მითხრას ახლა ხო, არ ვიცი. ორნი. მე რომ მითხრას ახლა რომ არ მინდა ეს შენი სტომატოლოგიური კაბინეტიო და საერთოდ რა ვიცი, მე სხვა რამე რო გახსნას. ხო, მაგრამ სხვა რამე რა უნდა გახსნას? რა ვიცი, რესტორანი მაგალითად. რესტორანი რა, მე რა, იმუშავე ფიქაც რა, ხანდახან ხო გეძალება ხომ ეს იუმორი. ხო და გამოხვალ და ხალხს გაართობ რა. რა კი შენ დღეს ავა ხო? კარგი ხო, ეხლა კარგი. ზამაგეორტის დანადგარები ხო გრჩება შენის აპარატურა?
და რა ვქნა მე წამოვიღო და აქ ისევ აგახსნა კაბინეტი? რა, აქ როგორ გახსდი? როგორ ორი ბავშვი ყავს სახლში? უი მართლა? ხო. მე უფრო კარგს გეტყვი. ეხა იცი რა ქენი? მოიკიდე ეგ შენი აპარატურა ზურგზე. აი ესე კორპუსებთან იარე და იყვირელაშა. ვიღებ და ვაკეთებ კბილებს. გამართლებს. მიდი ერთი რა გენაღლება შენ იგონებ რაღაცა ბიზნესებს აქ და გამანებ ერთად. მე რა ვქნა სახში რო გამომიშო სახში დავჯდე? ეხლა სახში რა, სახში ვერ დაждდებილას. მოიცერცამ. მათე! მათე, ერთი კაცის ადგილი ხო გაქვს მან, ჰა? შემინახე რა. ახოს დასაცილი რო გახდები კაცი რა. ბაშა. ეხლა იცი რას ფიქრობდი? აი ხა ვაიდა დაკარგე სამსახური. ვაიდა. მართლა ეხლა სახში ხო არიჯდები ხო? რაღაცა უნდა აკეთო. მეც მაგას არ ვამბობ ხო? ჰა? მეც მაგას არ ვახ. ხო და გაქვს შენ რამე იდეა, ჰა? ვითხარი რა, ჰა? მოგიფიქრე. ჰა? ბაშა. მე მგონი უკვე დროა. რა? დროა შენს დაუმეგობრდე. ვახო ესე იგი რაც მე მეძალებოდა ამდენი ხანი შენ ერთ დღეში მოგეძალა თუ წავალ მე ისევ შევხვდები იმ ფლობელებს თუ მიშვებენ სამსახურიდან გამიშვანდა მე კიდე შენ ქვისლი მეგონე და ეს მასხარა ყოფილხარ კარგი ხო ეხლა რას ნერვიულობ ვერ გავიგე გითხარი ყველაფერი კარგად იქნება მეთქი რა გინდა გამოყვები მეც არ მინდა შენ დაგინახავი რა მაგაზე ციცილი ამიტყდება შენ ჯობია ისევ შენ მეგობართან დარჩია აი ხო ხედავ ხედავ ვახო რაც უდათა ვარ მაგრამ მაინც რაღაცნაირად მეძალება კი გამიგია მეც ეგ აი დანტისტო გაჭირვებულო გეძალება კიო მიდი ერთი კაცი ირაკლი აი ძალიან მომწონს ყველაფერი ზუსტად ისეა გაკეთებული როგორც მე მინდოდა ხო გეთანხმები ძალიან მაგარია ყველაფერი რა ისე ამირან შენ არ გეწყობს მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ასე მაგრა თუ გააკეთებდი ყველაფერს რა უნდა მეწყირო მე რა მეგონა რომ ამირან დაი შენ თვითონ კმაყოფილი ხარ მომწონს რატო არ იქნება კმაყოფილი რა ფული აიღო 3 თვე ცეთში ცხოვრობდა მამიდა გაათხოვა კაფელის გაკვრა ისწავლა ისე ბატონო ირაკლი აბაზანა მართლა მაგარი გამოვიდა რა კი მშვენიერი აი ეს ონკანი რა მაგრა დავაყენე მოდი განახოთ ცხელში ცხელი წყალი მოდის ცივში ცივი კარგია სხაპი როგორია მოდი გაჩვენ ჯერა კარგია მაგრად მინდა რომ ნახო რა ჯერა შენი ჭირიმე ჯერა დაანებე თავი ხელი არ მოკიდო არაფერს თარ გააფუჭო თავიდან გასაკეთებელი არ იყოს რა ისეთი ლამაზი საძინებელი გვაქვს აი რომ დავიძინებ ერთი კვირა უნდა მეძინოს ამირ ო ბიჭო აი ხორჯობდა ეხა აი ეს ბოძ ამაგადი ეხლა აქედან უყურე შენებას დაიწყო აქ თავის მაიმუნობები უსაქმური ეს დროებით უსაქმური დროებით პატა დამპირდა მაგართან თავი მუშოვი პატა ო რა თქმა უნდა პატა თვითონ ისეთ თანამდებობაზეა შენ უმუშევარს როგორ დაგტოვებს პატა რომელიც პავლე ხო პიტერი პიტზე ამბობთ ო პეტო ესე პატა თუ დაკვირდა გიშოვის არა ლამინაცე მუშაობა თუ გინდა მე შემინდა წაგიყვანო არა შენ მე მგონი დამთავრე და მიდიოდი ხო არის წავედი წადი მოკლედ ბატონო ირაკლი ახონდის კარგად იყავით კარგად იყავით და ნახონდის კალბატონო მარიკა სასიამოვნო იყო დიახ ახონდის და ისა ბატონო ირაკლი იქ რაღაცა მასალები დამრჩა და აივანზეა და რაც არ ჭირდებათ გადახედეთ და წავიღებ თუ არ ამირან აი ეს არ მჭირდება და წაიყვანე თუ გინდა ირაკლი იყოს თურმე მარიკა სჭირდება იყოს ხო ისა ხო მართლა სულ მოვიწყდებთ აღარ მიდი ხარ
აი ეს მინდა რომ გაჩუქოთ 32-იანი ქანშია. ზუსტად 3 თვე და 2 დღე ვიყავი თქვენთან. დაიტოვეთ კონდეთ, დახედავთ, გაგახსენდებით, დამლოცავთ ხოლმე და არა შენ არ ინერვიულობ, მე ნათელას რო დავინახავ, მაშინაც გამახსენდები ხოლმე. თავისუფალი, დიდი მადლობა. კარგი თაბადა. ხო. აი, კარგად იყავით. წადი, კაცო, წადი, დიდი მადლობა. ირაკლი. იცი, აი რაღაცნაირად გული დამწყდა. შევეჩვია, იცი? კი, მართალი ხარ, რა. ცუდი ადამიანი ნამდვილად ხარ. კი, ზარმაცია, უსაქმურია, მაგრამ გულით კეთილია და რომ მოინდომა, ნახე? როგორ გააკეთა ყველაფერი. არაჩვეულებრივად, აი, შეხედე, ჩემი ამირანის გაკეთებული ჩამთველი. ხო. ვაი, მე დედა. რა მოხდა? აი! მოერიდეთ ამას, მოერიდეთ, დენი გადააქვს. გამოდი აქეთ, გამოდი. მოდი დათუჩერ ჩენ ნახე. ერი გაწედი რა. მე რა გაშეკარგათ რა. ერი ნახე. ოკეთევან, კი. როგორ არის პატარა? ხო კარგად არის? ხო. აკვაცე ბევრი ჩემგან. შენც კარგად ახარ. ძალიან კარგი. ხო, არა, ჯერ არ მოსულა ველოდები. კი, ველოდები. არა, როგორც კი მოვალ, იმ წუთასვე მოგიყვები ყველაფერს. არ მილაპარაკია ჯერ ქეთევან დაბა, განაირად მოგიყვება. ხო, კარგი. კი, სახელზე ვიფიქრე. სახელზე ვიფიქრე ქეთევან და მურთაზი არა, ხო? კარგი, მოვალ სახლში და ერთად გადავწყვიტოთ. კი. როგორც კი მოვა, ვნახავ და წამოვალ და გამოგიყო სამშობიაროდ. კარგი. ქეთევან მოდის მე მგონი უკვე. კარგი, კარგად იყავე. გამარჯობათ. თქვენ ლაშა ბრძანდებით, არა? დიახ. სმენია ბევრი თქვენზე. ხო, შალვა. სასიამოვნო. დაბრძანდით. ვა, კარგი. კი, კარგი. ბატონო ლაშა, თქვენ ალბათ იცით რომ ეს კლინიკა მე და ჩემმა მეგობარმა შევიძინეთ. და დღეიდან ერთად ვაპირებთ მუშაობის დაწყებას. მე ვიცოდი რომ მარტო თქვენ არა, ორნი ვარ. ორნი. აი ხა ველოდები წესით უნდა მოვიდეს. ძალიან კარგი. სხვათა შორის ძალიან უნდა თქვენი გაცნობა, იცით? ჩემი. დიახ. ძალიან კარგი. ხო, სანამ მოვა მანამდე ვისაუბროთ. აი მაგალითად მომიყევით კლინიკის შესახებ, ან რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ? მანამდე მე დავათვალიერებ, ხო? მე მიბრძანდით, დიახ, ეს ჩემი კაბინეტი აი. ფლაში მოდელი სტომატოლოგი. ხო. კითხვასთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა. შემცირებებს ხომ არ აპირებთ? ხო, არ ვიცი, შეიძლება. შეიძლება. იცით რა? ორი შვილი მყავს მე. მეორე ახლახანს შემეძინა. გილოცავთ. არა იყოს. მადლობა. ხო, იცით, ფაქტიურად ცოლის დაც ჩემთან ერთად ცხოვრობს. ქვისლის მყავს, ქვისლი. იცით, ქვისლს ხედველობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები აქვს. ბატონო ლაშა, ნუ დარდობთ. შემცირება თქვენ არ შეგიხება. უკაცრავად, აი ეს კარები დერეფანში გადის? კი, ძალიან კარგი კარია, დერეფანი უკეთესი. აი, დიახ. ხო. ლაშა. გაჭერი ხარ, ხო კითხარი არ მოხვიდება. შეხვედრა, გამალე მეტავიდები. ვა, როგორც იქნა რა? სადა ხარ ამდენი ხანი? ჩავა. აი რო გინდოდა გაცნობა, გაიცანი ბატონი ლაშა. ეს შენი მეგობარია ვახო და ამ კლინიკის თანამფლობელი. ჩავა, აქ რაღაცები ამოწერე, ნახე. ხელიც არის მოსაწერი და გადახედე რა. ხო. ვიღაცამ და აქ რო დაგინახო, სიცილია მიტყდება რა. შენ თერ თალშალ ვაიდა შენ თალბა რა. როგორ? ეხლა ვიგეთყვი როგორ. ეს ნაძვის ხების მეორე პარტია ხო გავყიდე. ხო და?
ფიქრობდი ფულის საჩამედო საწამებო და აი შალვამ დამირეკა რომ კლინიკის ყიდვას ვაპირებ. თუ გინდა წილში შემოდიო. იმარა თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? არა. არა, უბრალოდ ის მეზოფელია, გვერდითი სადარბაზოა. მოკლედ მე ამ ყველაფერს გადავხედე და მაინც ვფიქრობ რომ ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. არა, ცვლილებები საჭიროა შალვა გეთანხმები მეც. აი, ერთ კვირაში ყველაფერი დაალაგდება. შენს უდალაგებთ. უნდა დავალაგოთ. ყველა ერთად უნდა ავდგეთ და ერთი კარგად დავალაგოთ. გერგი ბიჭი ეს მოწონს რა ძალიან. არა, თანაც რამხელა ოჯახი ქონიო ვახო. ცოლი, ორი შვილი, ცოლის და ქვისლი მყავს რას ამბო. მაგრამ საწყალი თურმე ვერ იყურება თვალში. ას ბძანეთ თქო, ბატონო შაბა. როგორ კი, რას ნიშნავს ვერ ნეტა ისევ ხედავდე და ისევ იყურებოდეთ ყველა ჩვენ, როგორც ის ხედავს და იყურება და სად ჭრეც თურმე. ხო. რას ბძანეთ? ისეთი ადამიანია, თქვენ არ იცნობთ, ეთყობა ისეთი ადამიანია, ისეთი, ანუ არ ვიცი, ვაშკაცი, ისეთი. აი ვაშკაცი, კი, ვაშკაცი. შალვა მე მგონი მეც ვიცნობ მაგ პიროვნებას, ისე შორიდან, კი? ძალიან პატიოსანი, კეთილი, რაც თავარია ნათესავებზე და ახლობლებზე გადამკვდარი. აი, გადამკვდარი. თან თურმე წვადი უყვარს. ძალიან. გავითვალისწინე. წვადი კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა დაგხვდეთ. არა ვახო? მეც მივდივარ, ბატონო შალვა, მეუღლე როგორც გითხარით, სამშობიაროდან მყავს გამოსაყვანი. სამშობიაროში მიბრძანდებით? შალვა, აი, ერთი გზა გვაქვს ჩვენ და ერთად წავალთ, ხო? რასასიამოვნოა. კარგით, მაშინ მე დაგტოვეთ, ოღონდ ბევრი არ დალიო იწოდა. რა მითხარი და რა მითხარი რა იცი მომეძალა მეც რა როგორ კარგად აი როგორ კარგად კი არა ხა წამოდი გეთევანი გვეუბნება მორჩი მაიმუნობას ეს ვახო წავიდეთ ხო ტაქსით წავიდეთ ვახო წინ დაждები ხო შენ წინ არა უკან დირექტორები საერთოდ უკან ხდებიან ხოლმე ხო ნო დირექტორო მხიარულო უკან ჯდები კიო აჰა ჩემო ძვირფასო მეუღლე ძვირფასო მეზობლებო და არც თუ ისე ძვირფასო ცოლის ნათესავ ვიხუმრე თქვენ ხართ ისტორიული ფაქტის მომსწრელი აჰა ბატონმა ამირანმა მრავალთვიანი ტანჯვაწამების და წვალების შემდეგ ყველასათვის გასაოცრად და გასაკვირად დაასრულა ჩემი სახლის ბინის განახლება ეგრეთ წოდებული რემონტი ადრია გაანებე ვახოს თავი იცის როდის უნდა დაუკრას და როგორ უნდა დაუკრას და ერთი წუთი ახლა მე პროგრამა მაქვს და მაცალეთ მე ვიცი როდის რა უნდა გავაკეთოთ ესე სად გავჩერდი მრავალწლიანი ტანჯვაწამების ხო დაასრულა განახლება ეგრეთ წოდებული რემონტი ადრეზე გაჩერდი და ადრია ესე იგი და დღეს აი ამ საზეიმო ვითარებაში ჩემი განახლებული ბინის გახსნის ცერემონიალი და საპატიო ლენტის გაჭრა მინდა მივანდო გმირდედას ჩემ უსაყვარლეს მეზობელს არაჩვეულებრივ ქალბატონს და ადამიანს ქალბატონ ქეთევან ღლონს მარიკალი რაკი ვაიმე დიდი მადლობა ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვაიმე კარგი ქეთიძო რაც შეიძლება ამაგი გვაქვს ჩვენ მიდი გაჭირ პრინციპში ხო ქეთევან ბოდიში ვინ ახარ შენ რა ირაკლი მე მაინც ვფიქრობ რომ ეს რაღაც ესეთი მისია ძალიან მნიშვნელოვანი მისია ვახოსთვის ხომ არა
მომისმით ახლა შენ შემოგევლე. მე და მარიკუნა მოვიფიქრეთ ყველაფერი, პროგრამა გვაქვს შედგენილი და არ მინდა ეს შესწორებები და ისინი ჩამატებები გამოდიახეთ. აბარა. ისეთი იქნებოდა. როგორი? პირიქით, ძალიან გაგვიხარდა, რომ დაემთხვა ამ დღეს და სწორედ დღეს გამოიყვანე. შენ ლაშიკო, ქეთევანი და პეტრე გიორგი. აბარა. გიორგი არის ჩემი პატარა. ხო. ესე დავარქვი. ეს იგი ჩვენ გამოვიკვლიეთ და ლაშას დიდ ბაბუის მამას, ევგრაფის მამას ხო, ერქვა გიორგი. ვაშე გენაცვალე შენ, გენაცოჩახ რა, ესე იგი. მოდი ვახ. ისა მიხეილი ყავს, გიორგი ყავს, ხო, გენაცვალე. ყოჩახ რა. შენ იცი თუ იცი სახელების შერჩევა. ხუთიანს გიწერ სახელების შერჩევაში. მარტო სახელების შერჩევაში? მარტო სახელები. ქვისლის შერჩევაში? ქვისლის შერჩევაში. ხო, შენი ვახ. გამოდი კაცო. რა არიცით რა ადამიანია ვახ. აი მე რა ვქნა ახლა გავჭრა. გაჭერი, აბა რა უნდა ქნა? გამოდი კაცო, გამოდი. ყველა ვარ? ყველა ვარ თქვენ. ვაიმე, ყველა არ ვიცი, საშას და მედეას არ უთხრა? საშას და მედიას დაანებეთ თავი თაფლობის დღე აქვთ. რა? თაფლობის დღე აქვთ, დაანებეთ თავი. აბა მჭრი. აბა აჰა. აპლოდისმენტები. ეს ტრადიცია ასეთი საპატიო გამჭრელმა უნდა შეინახოს ეს სამუდამოდ. ვაიმე ეს ნაგლეჯი რად მინდა შევინახავ მაკრატელს რაღაც კარგაჭრის მაკრატელი კი ბატონო, კი ბატონო. ნაშა ის გამომარტი შევედი ვაიმე რა ლამაზია ყველაფერი გიჟდები ისე მომწონს ძალიან მომწონს მაია დაი ისე ნახე აბა ყველაზე მეტად რა მოგწონს ლიფტი ლიფტი გასაგებია მაგრამ აი აქ გეკითხები ჩემთან ახლა საფში გადახედე და მითხარი ყველაზე მეტად რა მოგწონა რა ვქნა მარიკა ლიფტი რომ მუშაობს აი მაგაზე გადავიღე ყოჩახ ირაკლი ყოჩახ რა აი რა კარგად მოგიფიქრებია რომ სუფრა პირდაპირ გაშლილია აბახო მოდი ჩამოჯექი მახო რაღაცა თუ გინდა მითხარი გადმოგიღებ რაღაც არ მოგერინოს კარგი ახლა ხო მაცადე კარგი და კი ბატონო მე თუ რამე დაგჭირდა ხო მე აქვე ვტრიალე და დამავარ აუცილებლად ყოჩახ ირაკლი ყოჩახ თავის ზღაპარში მეგონა ეს რა ვნახე და ზღაპარში ვარ კიდე სასწაული ვაიმე ეს როგორი საზეიმო გახსნაც როგორი ორიგინალური მოაწყო ჩემა ირაკლი ვაიმე მე სულაკ შემო ორიგინალური რა არიცი კი იყო ორიგინალური რაღაც ლენტის გაჯრა სიტყვით გამოსვლა რაღაცა მე პრინციპში უფრო ორიგინალურად მქონდა ჩაფიქრებული როგორ აი ვიფიქრე ჩემი ბინის გახსნაზე პლასიდო დომინგო იმღერებს მეთქი მაგრამ ბატონო მოდი რა იყო ბევრი სამუშაო გვაქვს რა სამუშაო რა და ეს იგი ყველაფერი გადაადგილებულია თავიდან გვაქვს შესასწავლის ადგილებს ახალი წიდან შევუდგებით ამას აბა ყავან ჩაი ვის გდებავთ თან გემრიელესი ნამცხვარს ვაი იცი რა მარიკა მე ერთი წუთით გავალ ბავშვებს დავხედავ დავაძინე და რომელიმე მარიკიროს ხო მეც გავყვები ჩემ დას ვაიმე თქვენი პატარა არ მინახავს და შეიძლება რომ ნახავ. ვაიმე როგორ შეიძლება მაიკო? აი იცი რა ქენი, ნამცხვერს მოკიდე ხელი. მარიკუნა ყავას და ჩაის წამოიღებს და გოგოები ჩვენთან გავიდეთ. ძალიან კარგია, მაგრამ ბავშვებს არ გაეღვიძებათ ხმაურზე? ვაიმე მარიკა, შენი ხმა მაღალი სიტყვა ცხოვრებაში არ მომისმენია. ის კიდე ისე ჩუმად ლაპარაკობს მე ძლივს მესმის და ბავშვებმა ჩემი და ქეთევანის ხმა კი უნდა მიეჩვენ ჩვენ აქედან, მიდი. მოდი ხარ თქვენ ირაკლი ჩვენ გოგოები გავდივართ გლონტებთან და შემოვალთ მალე ხო? ხო კარგი მაშინ ჩვენ ნელ-ნელა მივხედავთ საქმეს ხო არ მივიდეთ ეკავშირა წამოდი კაი გასაგები აბა ეცოდი არ დასკრეთ შენ მიდი დაალაგი მიდი არ დასკრეთ ეცოდი ახლა მომისმინეთ რა ნუმედები ფეხებში კაცო გამოდი ანაირად ელაპარაკები შენ ვახოთ წესიერად წნარად უთხარ და გადავარ
აცადეთ ერთი წუთი, კაცო, განახლებული სახლი ხო შეიძლება პირველ დღეს მაივთქვა სიტყვა მე ჩემ. მომისმინეთ ახლა. ჩემ განახლებულ ბინაში, ხო, აი ეს ადგილი, აი ეს იქნება ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანისთვის, რა? გასაგებია, აი ეს ადგილი. ხო და მიდი ლაშა შენი აი ეს ადგილი ახლა დაჯექი და ითამადე. მიდი. ირაკლი. მიდი, მე სხვა ადგილიდან ძალიან კარგად ვითამადებ, მოდი დაჯექი ახლა. მიდი. გასლაბარაკ. მე გამიჭირდა. მოდი დაჯექი შენ ახლა. ლაშა. შენ როდესაც კიდევ დაიწყე ვახოზე ზრუნვა. ვახოზე არა დათო. სამსახურზე ზრუნავს. სამსახური მიდით დალიეთ კაცო ერთი და დალიეთ. აბა, მოდი აიღე, მომეცი აქ. მიდი ახლა იტყვირა მეს კაცო. ახლა არ მინდა გადაგეგძელო რომ თამადა ხარ თუ რაღაც. არ იცი რომ თამადა. მიდი. მე შენ მიდი. აბა გითხარი რამე დრო. მიდი, ბზად. ჩემო ასე რომ ასე ჯობია. იგენაცო. ჩემო მეგობრებო. მოდი ამ სიხაროს გავუმარჯოს. სიცოცხლე შენ გაიხარე, შენ გენაცვალე შემოლაშა. ამ ახალ კოხტა სახლში რომ შემოვედით ყველა და ყველას რო ასე ძალიან. აი რა კარგად. ერთი წუთი იტყვის თვითონ რაღაცა. რა კარგად თქვა, რა მოგიწის იცის მაგა როგორც ის. ასეთ კოპცია სახლში შემოვედით. ლამაზი და კოხტა სახლში შემოვედით. ყველას გვიხარ, ძალიან მიხარია ირაკლი. მაგრამ ჩემი სიხარული რა არის? ვახოს სიხარულდა. ვახოს რო უხარია. ვახოს რო ავიც გული აღარ აქვს საგულეში. აი ამ ადამიანობას გაუმარჯოს. ჩემ ვახოს გაუმარჯოს. ამ თავისი ამ რაღაცა მოგრძალებით. აი ამ თავისი რაღაც აი არ ვიცი რა, ისეთია თითქოს არის და თან არ არის. შენ გაგიმარჯოს ჩემო ვახო. იცოცხლე და იდრე გძელი მრავალჯამია. გაგიმარჯოს. გენაცო. გაუმარჯოს ვახოს. გაგიმარჯოს, ჰა? გენაცო. იცოცხლე. ამ ჭიქას ბოლომდე ვსვათ ირა. დაასკეთ, და. ოპეტო. რა? გაიგუნდა. სამსახური მიშოვე? მე რა ვერ გავიგეცი? რა არის რა ქვია? რა ვახო გიტყვა კაცო. რა მინდა კაცო? რა ვახო ამიტყვა? არა კაცო, მე იმედი არ ამბობ, რა ჩემი მეზობელია, მეგობარია და ჩემ ძმასავით მიყვარს, მაგრამ დავიღარე კაცო, ვახო. ასაგებია ირაკლი. ვახო დაჯექი, ვახომ გაჭრას, ვახომ გააღოს, ვახომ შეჭამოს, ვახო შევიდეს, ვახომ შეხედოს. ასია და ვახო დაჯექი. არა გენათვალე მოგისმენ. როგორ ხდება აბა, როგორ? კარგი, მე შემოვდივარ წინადადებით, ერთი წუთი რა. შეიძლება თქვა, შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა. მომისმით ახლა. შენ ხარ თამადა, ხო? განაგრძე ეს თამადობა. შენ გენაცვალებ, შენ ირაკლი, აღარ მინდა ეს პერსონალური სადღეგრძელოები. ხო, რაღაცა ისეთი შემოგთავაზე ზოგად საკაცობრიო თემები, რასაც ყველა გავიგებთ და ყველა ვიცით, რატო არის ეს თემები ზოგად საკაცობრიო. ახალი წელი მოდის. ახალი წელი მოდის რა. მიდი რა, დავიღალე. ვახო. ახალ წელს ვახო, შენთან ალავერts. გენაცვალე. პერსონალურებს არ ვამბობ, ალავერts გადავედი ვახოსთან ახალ წელს გაუმარჯოს. ჩემ ვახოსთან ერთად. გაუმარჯოს, ახალ წელს გაუმარჯოს. ლაშა, ირაკლი, გენაცვალეთ. მე როგორც ბიზნესმენი მინდა რომ ეს ახალი წელი ჩემთვის იყოს წარმატების და აი გაფურჩქვის წელი. გენაცვალეთ თქვენ რა. მაშა. უსმენე ხარიები ბოდიალობს ეს, ა? მიდი ერთი მიასვი რა შენებურად რა. რას ნიშნავს მინდა? აი ხო იცხოვლე მისლები შენ რო გეძალება ერთი მიდი რა მიეძალე და მიასვი. რას ნიშნავს მივასვი და მეძალება? კაცი ამბობს სადღეგრძელოს ამბობს, ნახე რა სადღეგრძელო თქვა. აი თავისი გაფურჩქნებით და თელი ამბებით. გაუმარჯოს ვახოს ნათქვამს, რა ვქე მიასვი და შენ გენაცვალე. გაგიმარჯოს და შენ ნათქვამს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ძმახარა რა პეტო. ძმახარა შენ პეტოპიდია პატოკი არა ხარ. შენ ხარ ჯიგურო ჯუ. კაი. აჰა. ძმა. რა ხდება? ნიშოვა სამსახური. რა სამსახური? რა სამსახური და? მიდი კარგი გააღე, მიდი. დაასკი. დამისვარო. კი. შეიძლება? ვაიმე. ქალბატონო თინა. მოგზადით. ვახ, დაუსხი ქალბატონო თინას. ვახოს რასაც უხებ მიაგერა რა ვარ კაცო, შენ ახლა მოგივიდა.
რა გამიკეთე ეს ირა? რა გაგიკეთები ეს დამღუპე? რა ხდება, კაბატონი? რა და ჩემს აბაზანაში თქვენგან წყალი მოთქრიალებს. გამიბუჩდა ყველაფერი რა. ვაიმე, რას ველაპარაკები? გავაკეთებინებ აუცილებლად. ჯერ აქ არის წესიერად გასაკეთებელი ყველაფერი, თორე ჩემთან კეთებას რა აზრი? რა აზრი აქვს? ერთი წუთი. ხვალე მოვიყვან ხელოსანს. ვაიმე, ბოდიში ირაკლი, მაგრამ ხვალამდე ვერაფრით ვერ გავჩერდებოდი. ეზოში გავიკითხე და ნათელა მასწავლა ძალიან კარგი ხელოსანი. დიახ. დღესვე უნდა დავიწყოთ. კი ბატონო, კი დავიწყოთ, კაბატონო თინა, თუ გიფუჭდებათ, რაზეა საუბარი? ვაიმე! კიდე გამარჯობა. ბაჩანა, წადი ერთი ნახე რა, სად გაზდის მის. ვიცი, ხალბატონო თინა სადაც გაზდის. თქვენ ჩაბრძანდით და მეც მალე ჩამოვალ. მიდით. პროფესიონალი. მე ჩავალ და იქაურობას მივხედავ. მიხედე და დროზე ჩამოვალ. არ ინერვიულად, კაბატონო თინა, ყველაფერი კარგად იქნება. მოდი. რას მერჩი, კაცო? რას მერჩი, რას გადამეკიდე, კაცო, დაგიშავე რამე, რა გინდა ჩემგან? არა ბატონო ირაკლი, თქვენ რას გერჩით? უბრალოდ დილით რო 32-იანი ქანჩი მოგეცით, ის მომეცით, ალბათ დამჭირდება. ვაიმე, აი ხა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებაში ვერასდროს მოგიშორებ რა. პრინციპში ეგრე გამოვიდა რა. და გეტყვით ახლა. დილით ბიჭებო, შევიარე საშასთან და მედიასთან. ხო და საშა მიცით რა მითხრა? საშა მითხრა, რომ ეხლა მე და მამი და შენიო სოფელში რომ გადავალთო საცხოვრებლათო, ამ ბინას შენ დაგიტოვებთო რა. სულსა რა ბედია. კარგი ხო, კარგი, მიეცით ჭიქა. აგერ ირაკლის ჭიქა ვაქვს. მეორე ჭიქაც მიეცით, ორი ასე მეგეტყვი რა დგინდა. მიდი ახლა უცებ დალოცე ლაშიკოს გიორგი პატარა, ამით მერე ჩემი სახლის განახლება და მიდი საქმე გაქვს, მიდი წყალი მოთხიალებს, მიდი. ნუ ნერვიულობთ. ბატონო ირაკლი, ახლა მე მაგას 3 დღეში ყველაფერს დავამთავრებ, უცბად თქვენ ხო იცით არა? და რო არ მომატყუო? მე კარგ მეზობლებს არ ვატყუებ. მესამე ჭიქაც მიეცი, ვახოც ადგეგძელოს, ვახოც.